მოდით ვნახოთ დილის ენერგიები, სანამ ჯერ კიდევ მოლესობას წინავს. მოდით ვნახოთ როგორი იქნება დღევანდელი დილის ენერგია და აქვე შეგახსენებთ, რომ მე ეხლა წამოწყებული მაქვს რუბრიკა წლის არკანს გითვლით, მაგრამ ერთი თქო უნდა მექნება მეგობრებო, მე რა თქმა უნდა ამას უსასყიდლოდ და საჩუქრად ვაკეთებ, თუმცა არხის გამოწერა მინდა გთხოვოთ, TikTok არხის, რომელზეც მიწერთ კომენტარებს, რომ გსურთ მიიღოთ ეს გამოთვლა დიდი სიამოვნებით, სანაცვლოდ მიმოცვლა რომ მოხდეს ენერგიების არხი გამოიწერეთ და იყავით ჩემი გამომწერები, ყოველთვის საინტერესო ბონუსებს და გაშლებს შემოგთავაზებთ. ეს ერთი და მეორე კიდევ მინდა გითხრათ, რომ ახლა მიმდინარეობს ისეთი პერიოდია წინა საახალწლოდ, გაშლები ძალიან აქტუალურია, რომ გაიგო როგორი იქნება შენი 2026, არა მხოლოდ რა არის შენი მთავარი არკანი წლის და მთავარი ენერგია, არამედ ასევე გაიგო რა იქნება იმის გარდა კიდე, ანუ ხრმად გაშიფრო, რა გელოდება 2026 წელს და დახვდე მომზადებული სიურპრიზებს, რა თქმა უნდა, ბევრი კარგი გელოდებათ, თუმცა ცხოვრება არ არსებობს მოულოდნელი გადასაჭრელი საკითხებისა და სიურპრიზების გარეშე და ძალიან კარგია, როცა ამას შემზადებული ხვდები. ახლა კი მოდით ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგია. და ვისთვის რეზონირდება ეს დღევანდელი მოულოდნელი რაღაცა საცვლილება ამბავი იქნება. შეიძლება ელოდებით კიდევაც ამ ამბავს და გსურთ, რომ ეს მოვიდეს თქვენთან და მოვა მოულოდნელად ისეთი პიროვნებისგან, რომელიც არის ცოტა როგორი იცით, კარგად ვერ იგებთ რა ადამიანია. ორმაგი სახე შეიძლება გქონდეს ამ ადამიანს. და არ ელოდებით ყოველთვის კარგ ამბავს მაგ ადამიანისგან, მაგრამ აი მისგან მოვა რაღაცა თქვენთვის სასიკეთო ცვლილება იქნება ისეთი, რომ თავიდან შეიძლება შეგაშინოთ ამ ყველაფერმა, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ ეს თქვენთვის არის ძალიან კარგი და სასიკეთო. ანუ შეძლებთ კიდევაც რომ აქციოთ ეს ამბავი, გამოიყენოთ, თავიდან ეს რაღაცა ცოტა შეიძლება პანიკის მომენტი იყოს, მაგრამ უცებ გადააქცევთ ამ ყველაფერს, მიხვდებით, რომ ეს არის კარგი თქვენთვის და თქვენთვის სასიკეთო ისტორიად გადააქცევთ ამ ამბავს. ეგეთი რაღაცა მოდის, რას ეხება. გრძნობით ასპექტს არა, ალბათ უფრო საქმიანობას ეხება. თქვენს განვითარებას ეხება, თქვენი პირადი შემოქმედებითი რესურსის, ალბათ პოტენციალის განვითარებას ეხება. დღეს რაღაცა ესეთ ამბავს გაიგებთ, შეიძლება სადმე მიგიწვიონ კიდევაც, სადღაც მოგცენ გამოვლენის საშუალება. კი, რაღაც ესეთი იქნება. კი, რაღაც ახალი იქნება ეს თქვენთვის, სიახლე იქნება. ნახოთ შედეგი რა იქნება, ფულებსაც მოიტანს ეს თქვენთან. ფულიკუნებიც მოვა, ხო, აი ახალია, იმიტომ რომ ბაჟის ენერგიები შემოდიხართ, თუმცა განვითარება იქნება ძალიან კარგი და შესაძლოა ფინანსების კუთხითაც რაღაცა სიახლე იყოს და მოიტანოს. უფრო თამამად მოითხოვეთ თქვენ აქ ფინანსები, რადგან თქვენ ხართ მოთხოვნადი და თქვენ მოგიწვიეს, სადღაც დაკითხრეს და შემოგთავაზეს, მოდი ეს გავაკეთოთ, შეიძლება ცოტა მცირე ანაზღაურება შემოგთავაზოთ, თქვენ მეტი უნდა მოითხოვოთ, იმიტომ რომ გაქვთ ამის პოტენციალი და განვითარება, ეხლა ძალიან ბევრი შეიძლება არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კი ბატონო, კარგი შედეგი ექნება ამ ყველაფერს, აი დააკვირდით დღეს რაღაცა შემოთავაზებები გექნებათ
დააკვირდით და მიიღეთ ეს შეთავაზება, თქვენთვის იქნება ძალიან მომგებიანი და მოდით ახლა ნახოთ სიყვარულის ასპექტში, როგორი დღე გვაქვს ემოციურ ასპექტში, როგორი დღე გვაქვს ემოციური არა, მაგრამ სიყვარული ნახოთ. იმიტომ რომ ყველას გაინტერესებთ სასიყვარულოა. ეს მთავარი მამოძრავებელი ძალაა სიყვარული. ვარაუდობთ დღეს სიყვარულში როგორი იქნება. საჩუქარს მიიღებთ სავარაუდოდ თქვენი საყვარელი ადამიანისგან კი სადღაც დაგპატეჟებთ შეხვედრასავით გექნებათ, მოკლედ სიამტკბილობაში ხო რაღაცა ფულები წამოიღო, ალბათ უფრო საჩუქრები. კი, შეხვედრა გექნებათ თქვენთვის საყვარელ ადამიანთან, სასიამოვნო შესაძლოა სადმე დაგპატეჟოთ კიდევაც. და რა თქმა უნდა, უარი არ თქვათ, შეიძლება პატარა საჩუქარიც მიიღოთ. კი ბატონო. აბა როგორ განვითარდება? შესაძლოა ისეთი ადამიანი ნახოთ და მოვიდეს მისგან საჩუქარი. შეიძლება პირადადაც, აი ვიღაცისთვის ასე იქნება, შეიძლება პირადად ვერ ნახოთ ვინმე, მაგრამ მისგან მოვიდეს თქვენთან საჩუქარი. და ეს დღეს იქნება. ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. და კარგ ემოციებში ყოფნას გისურვებთ.